ზოგადად დაავადებას იწვევს ასტრალური სხეულის დაზიანება, ან მენტალური სხეულის დაზიანება, ან ეთერული სხეულის დაზიანება. იმისთვის, რომ ეს დაზიანებები თავიდან ავირიდოთ, შესაძლებელია უბრალოდ ვეცადოთ, რომ გავაძლიეროთ კონკრეტული ეს სხეული და შესაბამისად უფრო ნაკლები შანსი იქნება იმისთვის, რომ ავად გავხდეთ. ასტრალური სხეულის გაძლიერებისთვის კარგი იქნება ემოციური სტაბილურობა. ზოგადად ასტრალური სხეული უკავშირდება მთლიანად ემოციებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტად ემოციურად ვიქნებით გაწონასწორებული, მით უკეთესი იქნება და უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ასტრალური სხეული. რეკომენდირებულია ესეთ შემთხვევაში მედიტაცია. მედიტაცია იქნება მაგალითად შეხების მედიტაცია, გემოს მედიტაცია, ხმის მედიტაცია, სუნის მედიტაცია. ეს ნიშნავს არომათერაპიას, ნიშნავს თუნდაც მუსიკის მოსმენას, მედიტირებას, რაიმე კონკრეტული შეგრძნებები უნდა გავამძაფროთ, უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს, ესე ვთქვათ, ემოციებს და შეგრძნებებს. შეხების მედიტაცია, რაიმეს დავტკბეთ რაიმეს შეხებით, ან დავტკბეთ რაიმე მუსიკის მოსმენით, ხმების მოსმენით, თუნდაც ბუნების ხმების მოსმენით, რაიმე სუნით. შესაბამისად, ესეთი მედიტაცია არის ძალიან კარგი ასტრალური სხეულის გასაძლიერებლად. ასევე შესაძლებელია ფეხშიშველის სიარული, იგივენაირად შეხების პრაქტიკა არის, შეხების მედიტაცია, ესე ვთქვათ, და ცივი წყლით ბანაობაც ასევე რეკომენდირებული არის. ეთერული სხეულის გასაძლიერებლად უფრო მეტად რეკომენდირებული არის ენერგიის, რაც შეიძლება მეტი ენერგიის მოგროვება, ამისთვის კარგი არის ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვა და მეორე ალტერნატივა არის შიმშილი. ეს არ არის შიმშილი, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი, ყველაფერს ცოდნა უნდა, შესაბამისად შიმშილსაც ცოდნა უნდა, ინტერვალური შიმშილი, რაღაც კონკრეტული პერიოდები არის, კონკრეტული დღეები, ძალიან კარგი არის მარხვა, შესაბამისად ესეთი პერიოდული შიმშილი კონკრეტული დღეების მიხედვით, თუნდაც ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით, სწორად შიმშილი იქნება ძალიან გამოსადეგი, ისევე როგორც ფიზიკური დატვირთვა ეთერული სხეულის გასაძლიერებლად. და ბოლოს მენტალური სხეული. მენტალური სხეულის გასაძლიერებლად ყველაზე კარგი ვარიანტი არის აზრების კონტროლი. იქიდან გამომდინარე, რომ მენტალური სხეული ძალიან არის დამოკიდებული ჩვენს აზრებზე, ჩვენს სიტყვებზე, შესაბამისად უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი სიტყვები, უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი აზრები, ჩვენ უნდა გამოვყოთ ემოციები აზრებისგან მაქსიმალურად, რომ აზრები მოდიოდეს თავიდან და არა გულიდან. შესაბამისად, იკრძალება ბილწიტყვაობა, ლანძღვა, გინება, წყევლა, რაც უფრო გააზრებულად ვისაუბრებთ და რაც უფრო დავუკვირდებით ჩვენს სიტყვებს, ჩვენს აზრებს. თავში არ არის აუცილებელი მაინც თქმა ამ ყველაფრის, როდესაც თავში არის ცუდი აზრი, ისიც იგივენაირად ავადდება უკვე მენტალური სხეული.